საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, გაკვეთილის თემაა ქიმიური რეაქციის ტოლობის შედგენა. გავიხსენოთ, რომ ქიმიური ელემენტი გამოისახება ქიმიური სიმბოლოთი, ქიმიური ნივთიერება გამოისახება ქიმიური ფორმულით, ხოლო ქიმიური მოვლენა კი გამოისახება ქიმიური რეაქციის ტოლობით. გავიხსენოთ აგრეთვე ისიც, რომ ქიმიური მოვლენა გულისხმობს ერთი ნივთიერებიდან მეორე თვისებრივად ახალი ნივთიერების წარმოქმნას. მაშასადამე ჩვენი გაკვეთილის საუბრის თემა არის ის თუ როგორ გადავიტანოთ დაფაზე იქნება ეს თუ ქაღალდზე, როგორ გამოვსახოთ ქიმიური სიმბოლოებით, ქიმიური ფორმულებით ის ქიმიური მოვლენები, რომლებსაც ჩვენ რომლებზედაც ჩვენ ზეპირად ვსაუბრობთ. მაგალითად, ქართულად ჩვენ ვიტყვით ასე: წყალბადი რეაქციაში შევიდა ჟანგბადთან და წარმოიქმნა წყალი. მოდით ახლა აი ეს ქართული წინადადება გადავთარგმნოთ ქიმიის ენაზე და იმისათვის რომ შევძლოთ ამის გაკეთება, უნდა ვიცოდეთ ამ ნივთიერებების ქიმიური ფორმულები, თუ როგორ დაიწერება და ასე შემდეგ. და გზადაგზა ჩვენ ახლა დავწერთ ამას, გზადაგზა შემოვიტანთ იმ ტერმინებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელი იქნება მომავალში სხვადასხვა ქიმიური რეაქციის დასაწერად. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. წერთ რას? ქიმიური რეაქციის ტოლობას შემდეგი წინადადების შესაბამისად. წყალბადი ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, მიიღება წყალი. აი თითეული სიტყვა ვთარგმნოთ ქიმიის ენაზე. წყალბადი. მარტივი ნივთიერება წყალბადი, ეს წყალბადის ფორმულა არის H2. მაშასადამე წყალბადის მოლეკულა არის 2 ატომიანი. წყალბადი ურთიერთქმედებს ჟანგბადთან და აგრეთვე ჟანგბადიც ისევე როგორც წყალბადი არის მარტივი ნივთიერება და ჟანგბადის მოლეკულებიც არის 2 ატომიანი. ამიტომ ჟანგბადის ფორმულა, სწორად დაწერილი მარტივი ნივთიერება ჟანგბადის ფორმულა იქნება O2. ესე იგი, წყალბადი ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ურთიერთქმედებს ნიშნავს, რომ ერთმანეთს დავუმატეთ. წარმოიქმნა, მიიღება წყალი. ანუ წარმოიქმნა, მიიღება ქიმიის ენაზე, ეს არის გამოისახება ისრით. და დავწეროთ ახლა იმ ნივთიერების ქიმიური ფორმულა, რომელიც მიიღება, ანუ წყლის ფორმულა. წყლის ფორმულა არის H2O. მაშასადამე, თუ პირველი ორი წყალბადი და ჟანგბადი მარტივი ნივთიერებები იყო, წყალი უკვე შედგება, რატომ იყო მარტივი ნივთიერებები? იმიტომ რომ წყალბადში კი შედის წყალბადის მოლეკულაში 2 ატომი, მაგრამ ორივე წყალბადის ატომია. ამიტომ არის მარტივი. ანუ მარტივ ნივთიერებაში გვაქვს ერთი ელემენტის ატომები. ხოლო რთული ნივთიერების მოლეკულები შეიცავენ 2 ან მეტი ელემენტის ატომებს. ამ შემთხვევაში გვაქვს 2 ელემენტი, წყალბადი და ჟანგბადი, წყალბადის 2 ატომი, ჟანგბადის 1 ატომი. ანუ პირველი ეტაპი ის რომ უნდა დაგვეწერა ქიმიური სიმბოლოებით გამოგვესახა ქიმიური რეაქციის ტოლობად შეგვედგინა, შევადგინეთ. ანუ ფორმულები გვაქვს დაწერილი სწორად. ახლა რა შეგვიძლია კიდევ თქვათ? ანუ შუაში არის აქ ისარი. ისრის მარჯვენა მხარეს, ანუ ტოლობის მარჯვენა მხარეს, იწერება მიღებული ნივთიერებები. ხოლო ისრის მარცხენა მხარეს კი საწყისი ნივთიერებები, ანუ რეაგენტები. ესე იგი, საწყისი ნივთიერებები არის რეაგენტი, მიღებული ნივთიერება არის პროდუქტი. შემდეგ რას ვაკეთებთ? ქიმიური რეაქციის ტოლობაში მარცხნივ და მარჯვნივ ამა თუ იმ ელემენტის ატომების რაოდენობა უნდა იყოს ტოლი. შევხედოთ, წყალბადის ატომი აქ გვაქვს 2, აქაც გვაქვს 2. მაგრამ რაც შეეხება ჟანგბადის ატომებს, მარცხნივ, ესე იგი რეაგენტების მხარეს, გვაქვს 2 ატომი ჟანგბადი, პროდუქტის მხარეს კი მხოლოდ 1 ატომი.
და ამის მერე, რადგანაც არათანაბარი არის ჟანგბადის ატომების რაოდენობა, დგება საკითხი ამ ატომების რაოდენობის, ჟანგბადის ატომების გათანაბრების. როგორ უნდა გავათანაბროთ? იმისათვის, რომ გავათანაბროთ ამა თუ იმ ელემენტის ატომთა რაოდენობა, უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული კოეფიციენტები. შემოვიდა ახალი ტერმინი კოეფიციენტი, მაგრამ მანამდე რაც ჩვენ დავწერეთ H2 O2 H2O-ში წყალბადთან 2. აი ეს ქვემოთ მარჯვნივ და ქვემოთ დაწერილი ციფრები, ეს არის ინდექსები. ესე იგი, ინდექსი ვთქვით და იმისათვის, რომ გავათანაბროთ ატომთა რაოდენობები, უნდა გამოვიყენოთ კოეფიციენტები. დავიწყოთ ახლა. ვთქვით, რომ ჟანგბადის ატომები არის გასათანაბრებელი. აქ თუ გვაქვს 2 ატომის ჟანგბადი, აქ გვაქვს 1 ატომის ჟანგბადი. თუ ელემენტის სიმბოლოს არაფერი არ უწერია, იგულისხმება, რომ 1 ატომი გვაქვს. მარჯვნივ გვაქვს 1, გვჭირდება, რომ გქონდეს 2. ფორმულას ხელს ვერ ვახლებთ. არაფრით არ შეიძლება ხელის ხლება. ერთადერთი რაც შეგვიძლია, სწორედ იმ კოეფიციენტის გამოყენება, რომელზედაც წეღან ვისაუბრეთ. ესე იგი, 1 რაზე უნდა გავამრავლოთ, რომ მივიღოთ 2? რა თქმა უნდა, 2-ზე და ის 2 იწერება არა შუაში, აი აქ სადღაც, არამედ ქიმიური ფორმულის წინ. ესე იგი, დავწერეთ კოეფიციენტი და ამით ჟანგბად ატომების რაოდენობა გათანაბრდა. მაგრამ ფორმულის წინ დაწერილი კოეფიციენტი ამ ფორმულაში შემავალია ყველა ელემენტის ატომს ეკუთვნის. ესე იგი, თუ ჟანგბადი გახდა 2, წყალბადიც გახდა 2x2 4. მარჯვნივ, ესე იგი, პროდუქტების მხარეს გვაქვს უკვე 4 ატომის ჟანგბადი და მაშინ რეაგენტების მხარეს კი მხოლოდ 2 ატომი. იქაც უნდა გქონდეს, ესე იგი, 4. 2 ბუნებრივია, უნდა გავამრავლოთ 2-ზე და გაგვიხდება 4 ატომის ჟანგბადი. და ქიმიური რეაქციის ტოლობა არის გათანაბრებული. ეხლა მოდით წავიკითხოთ. ესე იგი, 2 მოლეკულა წყალბადი შედის რეაქციაში 1 მოლეკულა ჟანგბადთან და მიიღება 2 მოლეკულა წყლის 2 მოლეკულა. ახლა ისევ შეგვიძლია მოვიშველიოთ ეს მაგნიტები, ჩვენ ერთ-ერთ გაკვეთილში უკვე გამოვიყენეთ ეს და ვაჩვენოთ იმისათვის, რომ თქვენ ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორ ხდება ერთი ნივთიერებიდან მეორე ნივთიერების წარმოქმნა. წყალბადის ატომებად გამოვიყენოთ სტაფილოსფერი მაგნიტები. ანუ გვაქვს 2 მოლეკულა წყალბადი, H2 და კიდე H2. აი ესე იგი, ეს იყოს 1 მოლეკულა, ეს მეორე მოლეკულა. აი ეს იყოს, აი ეს წყალბადის მოლეკულები. ჟანგბადის მოლეკულა O2. შეერთდება ერთმანეთთან. როგორ ხდება შეერთება? ჯერ ხდება აი ამ კავშირების გაწყვეტა. ყველაფერი დაცალკევდება. ესენი მუდმივად ერთმანეთს მოძრაობენ და ქაოსურია მათი მოძრაობა და განუწყვეტლივ მოძრაობენ და ხდება გადაჯგუფება. ანუ წარმოიქმნა 2 მოლეკულა H2O-სი. ესე იგი, თითო მოლეკულაში გვაქვს 1O და 2 წყალბადი. ანუ 2 წყალბადი გვინდა და აი ასე იყოს. 2 წყალბადი და 1O. აი ასე იყოს, უფრო ზუსტია და აი ასე. 1 მოლეკულა წყალბადი და მეორე მოლეკულა წყალბადი. ნუ, ვფიქრობ, მეტნაკლებად გასაგები იყო თქვენთვის ეს აღნიშნული მასალა. ახლა მოდით შევადგინოთ კიდევ ერთხელ რეაქციის ტოლობა და ამით დავასრულოთ ჩვენი გაკვეთილი. მაგალითად, დავწეროთ, ჯერ ჩამოვაყალიბოთ სიტყვიერად, მაგალითად, და მე გადავიტანოთ ქიმიურ ენაზე. დავწეროთ ქიმიური რეაქციის ტოლობა შემდეგი რეაქციისთვის. ფოსფორი ურთიერთქმედებს ჟანგბადთან და წარმოიქმნება ფოსფორ 5-ის ოქსიდი, ანუ ახალი ნივთიერება. მოდით ახლა დავწეროთ ეს, გადავიტანოთ ქიმიის ენაზე. ფოსფორი ქიმიური ელემენტია, რომლის სიმბოლო მოცემული პერიოდულ სისტემაში ვხედავთ, რომ მე-15 ელემენტია და მისი ქიმიური სიმბოლო უნდა დავწეროთ. მარტივი ნივთიერება ფოსფორი ურთიერთქმედებს ნიშნავს, რომ უნდა დავუმატოთ რა ჟანგბადი. ჟანგბადის მოლეკულა არის 2 ატომიანი, ამიტომ წერთ O2-ს, რეაქციის შედეგად მიიღება. აი ამ სიტყვების მაგივრად უნდა დავწეროთ ის არის. და მიიღება ნაერთი P2O5.
ფორმულები დაწერილია სწორად. P2O5-ში 2 და 5 ეს არის ინდექსები, რომლებიც გვიჩვენებს შესაბამისად ფოსფორის ატომების რაოდენობას და ჟანგბადის ატომების რაოდენობას. მარტივ ნივთიერება ჟანგბადზე უკვე ვისაუბრეთ და აი ესეთი ჩონჩხი, ასე ვთქვათ, ქიმიური რეაქციის ტოლობის არის უკვე სწორად დაწერილი. ამის მერე რას ვაკეთებთ? აუცილებლად, ესე იგი, უნდა ვთქვათ, რომ ეს რეაგენტები გვაქვს, ისრის მარცხენა მხარეს, ისრის მარჯვენა მხარეს გვაქვს პროდუქტები და, ამ შემთხვევაში ერთი პროდუქტი და ამის შემდეგ უნდა გავათანაბროთ, ვინაიდან ატომურ მოლეკულურ მოძღვრებაში ერთ-ერთი დებულება არის და გავიხსენოთ, რომ ხდება ატომები უცვლელია ქიმიური რეაქციის დროს, უბრალოდ ისინი ხდება მათი გადაჯგუფება ერთი ნივთიერების მოლეკულიდან მეორე ნივთიერების მოლეკულაში. ქიმიური ფორმულები სწორად გვაქვს დაწერილი, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ამის მერე უნდა გავათანაბროთ ქიმიური რეაქციის ტოლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ რეაქციის, რეაგენტების მხარესაც და პროდუქტების მხარესაც ელემენტების ატომების რაოდენობა უნდა იყოს ტოლი. მოდით ახლა შევხედოთ, რა გვაქვს ჩვენ შემთხვევაში. ისრის მარჯვნივ გვაქვს ფოსფორის 2 ატომი, ხოლო მარცხნივ კი ფოსფორის 1 ატომი. და რაც შეეხება ჟანგბადებს, რეაგენტების მხარეს გვაქვს 2 ატომის ჟანგბადი, აქ კი გვაქვს 5 ატომის ჟანგბადი. ანუ რომელი ელემენტის ატომებით უნდა დავიწყოთ გათანაბრება? გათანაბრებას ვიწყებთ იმ ელემენტის ატომების რაოდენობის, რომლებიც არის ისრის მარცხნივ და მარჯვნივ კენტი და ლუწი. ანუ ჟანგბადის ატომი რო გვაქვს აქ 2 და აქ 5, აი სწორედ ჟანგბადის ატომებით უნდა დავიწყოთ გათანაბრება. ანუ 2 რაზე უნდა გავამრავლოთ და 5 რაზე უნდა გავამრავლოთ, რომ მიღებული ნამრავლი იყოს ტოლი. ბუნებრივია, 2 უნდა გავამრავლოთ 5-ზე, 5 უნდა ავიღოთ 2-ჯერ და მიღებული ნამრავლი 5x2 არის 10, 2x5-იც არის 10. ჟანგბადის ატომების რაოდენობა გათანაბრდა. და ახლა დადგა ფოსფორის ჯერი, ფოსფორის ატომი, ეს კოეფიციენტი, რომელიც ჩვენ P2O5-ს დავუწერეთ, ეს კოეფიციენტი ეკუთვნის როგორც ჟანგბადს, ასევე ფოსფორსაც. ფოსფორი გაგვიხდა 2x2, 4 ატომი ფოსფორი, აქ გვაქვს 1 და ესე იგი, რამდენჯერ უნდა ავიღოთ ის 1? 4-ჯერ და მაშასადამე კოეფიციენტი ფოსფორს წინ უნდა დავუწეროთ 4 კოეფიციენტი და ესე იგი, გათანაბრდა. ქიმიური რეაქციის ტოლობა. აი ეს იყო მოკლედ ის რაც უნდა ვიცოდეთ, რომ როგორ დავწეროთ ქიმიური რეაქციის ტოლობა, როგორ შევადგინოთ ქიმიური რეაქციის ტოლობა, აუცილებელია რომ ვიცოდეთ ნივთიერებების ფორმულები, სწორად უნდა დავწეროთ ნივთიერებების ფორმულები და შემდეგ გვჭირდება ისრის მარცხნივ და მარჯვნივ, ანუ რეაგენტების და პროდუქტების მხარეს უნდა დავთვალოთ თითოეული ელემენტის ატომების რაოდენობა. ეს რაოდენობები უნდა იყოს ტოლი. აი ეს იყო მოკლედ ის, რაც შეეხებოდა ქიმიური რეაქციის ტოლობის შედგენას, სწორშედგენას. ჩვენი გაკვეთილი ამით დასრულდა. მე გემშვიდობებით მადლობ ნახვამდის.